ასოცირების შეთანხმების გაფორმების მიუხედავად ქართული თაფლისთვის ევროკავშირის 50 მილიონიანი ბაზარი ამ დრომდე ჩაკეტილი ამოამბე დღეს იმ მიზეზები დაინტერესდა, რის გამოც პროდუქციის ევროპის ქვეყნებში რეალიზაცია 2 წელია ვერ ხერხდება. მეფუტკრეები მთავარ პრობლემად ხარისხის შესამოწმებლად საჭირო ლაბორატორიების არაკვალიფიციურობას ასახელებენ. შედეგად მეწარმეები მათივე თქმით ევროკავშირის სტანდარტებზე გათვლილ შესაბამის სერტიფიკატს ვერ იღებენ. თუმცა ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიამ ატაროს კვლევები შესაბამისი ევროსტანდარტებისა. თაფლის გადამამუშავებელი კომბინატი დღეს ასე გამოიყურება, დაცარიელებული შენობა, შეჩერებული წარმოება. კომპანია ბრეტის ხელმძღვანელი იმ პრობლემებზე გვესაუბრა, რის გამოც პროდუქტის რეალიზებას ვერ ახდენს. გიორგი კეპაშვილის თქმით, საქართველოში არ არსებობს კვალიფიციური ლაბორატორია, რომელიც ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიკატს გასცემს. ამ სერტიფიკატის გარეშე ქართულ თაფლს ევროკავშირში შესვლის უფლებას არ მისცემენ. საქართველოს მეფუტკრეთა გილდიის ხელმძღვანელის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს მესამე ქვეყანათა სიაში დროულად დარეგისტრირება. წინააღმდეგ შემთხვევაში შეჩერებული საწარმო მალე გაუქმდება. ჩვენ გაჩერებული ვართ სამწუხაროდ ველოდებით ლაბორატორიას, ველოდებით ქვეყნის რეგისტრაციას ევროკავშირის იმ სიაში, მესამე ქვეყანთა სიაში, რომელსაც ექნებათ უფლება. აი ამ მოლოდინში ჩვენ ობიგოკიდება. ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ თაფლის ევროკავშირში გატანა მუდმივად განიხილება. თუმცა როგორც მეფუტკრეები ამბობენ, ევროკავშირის კარი მათთვის ჯერ კიდევ ვერ გაიხსნა. დარგის სპეციალისტები ყურადღებას თაფლის ხარისხზეც ამახვილებენ და ამბობენ, რომ უცხო ბაზრებზე გასასვლელად ხარისხი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლებაა. ამიტომ ვეტერინალურმა სამსახურებმა ამ მიმართულებით უფრო უკეთ უნდა იმუშაონ. პრეპარატები და ის ანტიბიოტიკები, რომელიც მოიხმარება მეფუტკრეობაში, მეფუტკრეებისთვის არ არის კარგად გაცნობილი. არის ისეთი პრეპარატები და ისეთი ანტიბიოტიკები, რომლის მოხმარება ევროსტანდარტების მიხედვით კატეგორიულად აკრძალულია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში განმარტავენ, რომ ისინი ყველა სტანდარტს აკმაყოფილებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ პირველ ეტაპზე საჭიროა საქართველოს მესამე ქვეყნების სიაში მოხვდეს, რის შემდეგაც უკვე განისაზღვრება თაფლის ლაბორატორიული შემოწმების სტანდარტები და სერტიფიკატების გაცემის წესი. 3-4 წელიწადია უკვე მიმდინარეობს სხვადასხვა სურსათი მონიტორინგი, მათ შორის არის თაფლის, გამოვლინდება ის ძირითადი ის პარამეტრები, რომელიც აუცილებელია, რომ შემოწმდეს თაფლში. ასევე ჩვენ გავითვალისწინებთ ევროპის მოთხოვნებს და ამის შემდეგ უკვე შეიქმნება ეს დოკუმენტი, რითაც უკვე ხელმძღვანელებს კონკრეტულად თუნდაც ჩვენ. საქართველოს სურსათის უვნებლობის სააგენტოში განმარტავენ, რომ ევროპულ თანამეგობრობას ცხოველური წარმოშობის სურსათისადმი განსაკუთრებული წესები გააჩნია. სააგენტოს უფროსის მოადგილის ინფორმაციით, ევროკომისიის მიერ გადაწყვეტილება მიღებულია და საქართველოს უახლოეს მომავალში მესამე ქვეყნების ჩამონათვალში იქნება, რაც საშუალებას მისცემს ქართულ მეფუტკრეებს პროდუქცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაიტანონ. ჩვენ ამ მოვლენებს ვერ გადავასწრებთ, ვინაიდან როგორც მოგახსენებთ კიდევ ერთხელ ხას უსვამ, რომ ეს არის დადგენილი პერიოდულობა და მხოლოდ ამის შემდგომ, ამ დადგენილი პროცედურების შემდგომ იქნება შესაძლებელი უკვე ოფიციალურად საქართველოსთან თაფლის ევროკავშირში ექსპორტი. ეს მე ვფიქრობ, რომ შორი მომავალი არ არის. ამ ეტაპზე ქართული თაფლის ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი საქართველოა.